რამდენიმე წუთში დაიწყება გიორგი გახარიას სასამართლო პროცესი. მე-16 დარბაზში უკვე იმყოფებიან მხარეები, გიორგი გახარიას გულშემატკივრები და ყველა ელოდება მოსამართლე დავით კურტანიძის გამოჩენას. პირველი შუამდგომობა, რომელსაც დღეს ემიგრაციაში მყოფი გიორგი გახარიას ადვოკატები დააყენებენ, იქნება ის, რომ მიეცეს შესაძლებლობა ყოფილ პრემიერს საკუთარ სასამართლო პროცესში მიიღოს მონაწილეობა დისტანციურ ჩართვასთან დაკავშირებით არსებობს გიორგი გახარიასი და ახლა საინტერესოა დააკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე ამ შუამდგომლობას. დიდი ალბათობით პროკურატურის წარმომადგენლებს არ უნდა კონდეთ წინააღმდეგობა, რომ ბრალდებულმა იმართლოს თავის ხდომათა დარბაზში. საინტერესოა რა აქვს სათქმელი გიორგი გახარიას ამ სისხლის სამართლის საქმეზე საზოგადოებისთვის და მოსამართლისთვის. სწორედ ამ სისხლის სამართლის საქმის გამო მას უკვე ბრალდებულის სტატუსი აქვს. ჩვენ ვესაუბრეთ ცოტა ხნის წინ გახარიას ადვოკატს, რომელმაც არ გამორიცხა, რომ უახლოეს პერიოდში გახარიასთვის ბრალის დამძიმება მოხდეს სხვადასხვა საქმეებთან დაკავშირებით, რადგან გახარიას გუნდში ფიქრობენ, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლი არის ყოფილი პრემიერი. ამასთან ერთად საინტერესო არის, რა სიტყვის სასამართლოში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელსაც ჩვენება გახარიას წინააღმდეგ აქვს მიცემული. ყველაზე მეტად სწორედ მისი ჩვენება აინტერესებთ ახლა გახარიას ადვოკატებს. თუ სასამართლოს უნდა მოусმინოს დისტანციურად გიორგი გახარიას შეთავაზება იქნება თქვენი მხრიდან მას სურს მონაწილეობის მიღება ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა დისტანციურად თუ მიცემს შესაძლებლობა სასამართლო, რა თქმა უნდა ჩაერთო. რა შეეხება დამძიმების საკითხს, ყველანაირი მოლოდინი არსებობს. ეხლა აქედან რომ შეიძლება გამოვიდეთ, ჩვენ შეიძლება აჭარის პროკურატურაში დაგვიბარონ დიტო სამხარაძეზე რაღაც თავდასხმის საქმეზეც ბრალი წაგვიყენო. ამიტომ ნებისმიერი მოლოდინი არსებობს. ეს არის კლოუნადა სახელწოდებით მართლმსაჯულება ივანიშვილის სახელით. მტკიცებულებებს რაც შეეხება ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ეხლა უნდა განეხილოს სასამართლო, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე ნაწილად არის საქმეში მტკიცებულებები, ესენი არიან ჩვენი შეფასებით, ცრუ მოწმეები, ჩვენი შეფასებით კი არა, მტკიცებულებების საფუძველზე დაფუძნებით შეგვიძლია ეს ვთქვათ უკვე, როდესაც გამოიკითხებიან ეს ცრუ მოწმეები, დამბეზღებლები, არასწორი ინფორმაციის გამავრცელებლები უნდა დაადასტურონ, მაგალითად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, როგორ დაასწრო ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა იმ ინფორმაციის გარკვევა, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე პოლიციის მინისტრი საკუთარ კონტროლირებად ტერიტორიაზე დგამდა პოლიციის საგუშაგოს და ზუსტად როგორ ხდება ის, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი და ბიბილოვი ზუსტად იმ რიტორიკას იმეორებს, რასაც დღეს ქართული პროკურატურა აკეთებს. ბრალს არ აღიარებს, რა თქმა უნდა, ამას სამართლებრივ პროცესთან არანაირი კავშირი არ აქვს. ფაქტობრივი სამართლებრივი საფუძვლები და მტკიცებულებები არ არსებობს, რომელიც დაადასტურებდა მის ბრალეულობას. შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე საუბარი ზედმეტია. გიორგი გახარიას მიმართ ეხლა მიმდინარეობს ფაქტობრივად დევნა და ივანიშვილის პირდაპირ ფორმით გეუნებით. ივანიშვილის იურისდიქციაში გიორგი გახარია თავს ნამდვილად არ მოიხმარება. ეს არის ყვარყვარი თუთაბერის მიერ შექმნილი სამართლებრივი სისტემა, სადაც ყველას უშვებენ ციხეში. თქვენ ახლა მოусმინეთ ბერდიას სიჭინავას, რომელმაც პრაქტიკულად თქვა, რომ გიორგი გახარია არაპირებს დაბრუნდეს საქართველოში იქამდე, ვიდრე ქართული ოცნება იქნება ხელისუფლებაში. ის რომ გიორგი გახარია შესაძლოა დაუმძიმებონ ბრალდება, სხვადასხვა საქმით დაინტერესდეს გამოძიება, ეს ვარაუდი გააჩინა ქართული ოცნების დეპუტატების მიერ გაკეთებულმა განცხადებებამ. მაგალითად, გია ვოლსკიმ დღეს თქვა, რომ მკითხვები გიორგი გახარიასთან პანკისის სპეცოპერაცია დაკავშირებითაც აქვს. სხვათა შორის პირველების ხელში არის ნანა კაკაბაძის ჩვენება, რომელიც ასევე საუბრობდა, რომ პანკისის სპეცოპერაცია გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის ქვეშ უნდა მომხდარიყო. ახლა საინტერესოა, გაითვალისწინებს თუ არა პანკისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით იმ ჩვენებებს, რომელიც უკვე საქმეში აქვს პროკურატურას და წაუყენებენ თუ არა ბრალს გიორგი გახარიას, ანუ დამძიმდება თუ არა მისი ბრალდების საქმეები. მაგრამ მთავრობის პასუხისმგებლობა ჩდება არგუმენტირებული ეჭვი მასთან დაკავშირებით, რომ ეს განზრახ იქნა ჩადენილი
ემისათვის რომ შეტაკება მომხდარიყო ან რუსეთის ფედერაციას უფრო მკაცრი და უფრო ხისტი ზომები მიიღო საქართველოს მიმართ რაც შეეხება ამ 20 ივნისის თემას. გარდა იმისა, რომ სტრასბურგმა მოითხოვა გამოძიება იმ გადაცდომების, რაც პოლიციამ ჩაიდინა, ისიც გასათვალისწინებელია, თავად პოლიცია რა მდგომარეობაში ჩააყენა ხელმძღვანელობამ ამ შემთხვევაში თვითონ გახარია ამ რომ რამოდენიმე საათის განმავლობაში იდგნენ აი ამ გააფთრებული შტორმის წინააღმდეგ არინძრეოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, გაიტაცეს, წაართვეს რამოდენიმე მათგანს ის ეკიპირება, დაამცირეს. ჩვენთვის საჭიროს ბადებს სპანგისის ხეობაში პოლიციელების გალახვის ორგანიზება. პოლიციელები დაამცირეს. ფიზიკურად შეეხნენ. ხარშეს პირადადაც ვკითხე რომ რა იყო თქო ეს. პასუხი ვერ გამცა. მართალია ის რომ არავიდან იყო შენობაში და გახარია სანთლით გვეძები და ჩვენ და კურდღლებებით ვიყავით მიმალულები. მართალია ეს რაში დაჭირდა ეს ტყვილი. არ მესმის. მუშტების ტყმით ითხოვდა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას. მოიხსნა იმუნიტეტი და მერე უარი განაცხადა მის დაკავებაზე და ეს უარი დაემთხვა სააკაშვილის განცხადებებს, რომ საქართველოს უნდა ჩამოვიდეს და რევოლუცია უნდა განვითარდეს და შტაბს ქმნიდნენ კახეთის გზატკეცილის იმაში ოფისში. და ამას შემდეგ რომ ეს ვერ მოხდა, ვერ განვითარდა ისე როგორც მას მიაჩნდა სწორედ, მას მიაჩნდა საჭიროდ იგი გადადგა. ამაზე დიდი დემონსტრირება, ამაზე კაფიო დემონსტრირება იმისა, რომ მას ჩაფიქრებული ქონდა ყველა თემასთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა, რასაკვირველია, ეჭვს აღარ იწვევს. გახარიას გუნდში ფიქრობენ, რომ ახლა ყოფილი პრემიერი იდევნება სწორედ ბიძინა ივანიშვილის შურისძიების გამო, ის რომ გახარიას მისამართით გამოძიება 6 წლის თავზე დაინტერესდა და გახარია ახლა აღმოჩნდა ბრალდებული სკამზე ოპოზიციისთვის, იმის მტკიცებულება არის, რომ ეს ნამდვილად პოლიტიკური შურისძიების გამო ხდება. პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ გახარიას მიმართ არაერთი კითხვა არსებობდა წლების წინ და თუ ქართულ ოცნებას ნამდვილად სურდა ჭეშმარიტების დადგენა, ეს კითხვები უნდა დაესვათ მაშინ, როდესაც ის საქართველოში იყო, როდესაც ქართული ოცნების წევრი იყო და მის მიმართ არ უნდა გამოეყენებინათ მაგალითად შერჩევითი სამართალი. ის ყველაზე ტრაგიკომიკური ამ ამბავში არის ის, რომ იგივე ქოცებმა, იგივე ბატონი გახარია, მას მერე რაც მათი დღევანდელი თქმით, ის თურმე ქვეყნისთვის საზიანო აქტივობებში იყო ჩართული, გაამწესეს პრემიერ მინისტრად და მას ანდეს ეროვნული უსაფრთხოება, ეკონომიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა და ყველა ძირითადი მიმართულება და დღეს ამბობენ, რომ თურმე ეს პირი იქამდე ყოფილა ჩართული ქვეყნისთვის საზიანო საქმიანობაში, რაც მიუთითებს კიდევ ერთხელ აი პარანოიაზე და აბსურდზე, რაც ახასიათებს ქართული ოცნების რუსულ რეჟიმს. 20 ივნისთან მიმართებაში ჩემი ღრმა რწმენით გიორგი გახარიას პირველ უკანონო გასროლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დროს გვერდი აუარეს და აღნიშნული გადაწყვეტილება პირადად ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაციის საფუძველზე მიიღო ანზორ ჩუბინიძემ. ივანიშვილთან გარიგება ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობით ან ნაციონალური მოძრაობის დღე-დაღამე ლანძღვით ან ეგრეთ წოდებულ პარლამენტში შესვლით ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მინიჭების გზით თავისუფლებაში და ინდულგენციაში მაინც არ იცვლება. გავრილოვის ხამი არის დანაშაული, მაგრამ ამ დანაშაულს ჭირდება სამართლიანი და ობიექტური გამოძიება და სამართლიანი სასამართლო, რაც გახარიას შემთხვევაში არ ეკნება ბატონ გახარიას, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე პირად შურისძიებით და პირადი განწყობებით, ასე ვთქვათ, დგამენ ამ ნაბიჯებს. ეს ვინმეს პასუხისმგებლობა იმ დღის მოვლენებთან დაკავშირებით არის ირაკლი კობახიძე, იმიტომ რომ ირაკლი კობახიძემ ჩასვა საკუთარ სკამში ჩვენი ქვეყნის მტერი კომუნისტი გავრილოვი.
ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში გიორგი გახარიას საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს სასამართლო პროცესი აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით მსჯელობენ მხარეები საქმე ამ შემთხვევაში ჩორჩანას საგუშაგოს საქმეს ეხება თუმცა უკვე ცნობილი არის რომ ქალაქის პროკურატურამაც შემოიტანა 20 ივნისის საქმე სასამართლოში რაც იმას ნიშნავს რომ ჩორჩანას საქმის განხილვის შემდეგ საქალაქო სასამართლოში დაიწყება გიორგი გახარიას კიდევ ერთი სასამართლო პროცესი და ცნობილია ისიც რომ ამ შემთხვევაშიც ქალაქის პროკურატურაც გენერალური პროკურატურის მსგავსად პატიმრობას ითხოვს ყოფილი პრემიერისთვის. შეიძლება ითქვას რომ გიორგი გახარიას დღეს ორჯერ შეუფარდებენ პატიმრობას თუ მოსამართლეები დააკმაყოფილებენ პროკურატურის შუამდგომლობებს. პირდაპირ